მოგესალმებით, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში უკვე დღის არხზე და ბრუნდებით გადაცემით საუბრები განათლებაზე და როგორც ყველაზე ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ამ სტუდიიდან, ამ დროს ვსაუბრობთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს არის განათლება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ. გვექნება ერთგვარი ღია კალის დღე. ჩვენი სტუმარი არის ირაკლი ნატროშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. ეს არის ღია კალის დღე, მოდით ასე ვარქვათ, ჩვენი გადაცემის ფორმატი იყოს ასეთი და თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში, დაგვისვათ კითხვები და მიიღოთ პასუხი რექტორისგან. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო საერთაშორისო პლატფორმამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კვლევებისა და ინოვაციების გლობალური ჰაბი და სტატიაში მკითხველს დეტალურად აწვდის ავტორი ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ, ასევე საუბრობენ გავლილ გზაზე, ისტორიაზე, ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით არის აღნიშნული ის ფაქტი, რომ 40-მდე ქვეყნის 120-ზე მეტ უნივერსიტეტთან და სამედიცინო დაწესებულებასთან გაქვთ თანამშრომლობა. რამდენად მნიშვნელოვანი არის ასეთი ტიპის თანამშრომლობა და ურთიერთობა უმაღლესი სასწავლებელისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული გამოცემა აქცევს ყურადღებას ჩვენს უნივერსიტეტს და ესეთ ვრცელ სტატიას უთმობს მას და აქვეყნებს მასზე ესეთ ვრცელ სტატიას, რომელშიც პრინციპში ყველა მიმართულება მოცული. და უბრალოდ რამოდენიმე სიტყვით ვიტყვი, რამ განაპირობა ჩვენი უნივერსიტეტის მოხვედრა ამ დაიჯესტში, ამ გამოცემაში. სწორედ იმან განაპირობა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ყველა მხრივ არის ჰაბი, სწორედ სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობის. ანუ უყურეთ, წარმოიდგინეთ, აქ არის როგორც საბაკალავრო პროგრამები, რომელშიც შეგიძლიათ მიიღოთ განათლება, უნივერსიტეტს გააჩნია თავისი კლინიკები, რომელშიც ასევე შესაძლებელია როგორც სამედიცინო განათლების იმ კლინიკური ეტაპის განხორციელება, ასევე პრაქტიკის განხორციელება და შემდგომ დასაქმებაც და უნივერსიტეტს ასევე გააჩნია თავისი კვლევითი ინსტიტუტები, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კვლევა არის განათლების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მეცნიერების განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ის ორი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო განათლების სრულყოფილ ფორმირებაში. აი სწორედ ამან ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი და იმ ტრადიციამ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში უნივერსიტეტს აქვს, იმ დიდმა ისტორიამ, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია და იმ ბევრმა წარმატებამ, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს, ჩვენს კურსდამთავრებულებმა მოიხვეჭეს აი ამ წლების განმავლობაში, აი ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მოხვდა აი ამ გამოცემის ყურადღების ქვეშ და ყურადღების ცენტრში და მიუძღვნა ესეთი დიდი სტატია. რა თქმა უნდა, სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, საქართველოში დასაქმებული ექიმების 99% ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, საქართველოში დასაქმებული ჯანდაცვის მენეჯერების 90%-ზე მეტი ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ექთნების და ასე შემდეგ და ასე, რეაბილიტოლოგების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი ქმნის იმ ამინს და იმ გარემოს, რასაც აღწერს ეს ავტორიტეტული გამოცემა და რის გამოც მიეძღვნა ესეთი მნიშვნელოვანი სტატია ჩვენს უნივერსიტეტს. რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები და ჩვენ მართლაც გვაქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ბევრ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა, ეს იგულისხმება როგორც Erasmus+-ის პროგრამით, გასვლითი პროგრამების არსებობით, ისედაც თანამშრომლობის და მემორანდუმები გვაქვს გაფორმებული, რაც ხელს უწყობს ჩვენი უნივერსიტეტის ზრდასაც. იმიტომ რომ მედიცინა განსაკუთრებით ისეთი სფეროა და განათლება ისეთი სფეროა, რომ მუდმივად უნდა სიახლეები შემოგქონდეს, მუდმივად უნდა სულ სწრაფად გქონდეს განვითარებისკენ და სიახლისკენ, რომ არ ჩამორჩე დროს, არ ჩამორჩე იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რომელიც არის ზოგადად განათლების სისტემაში და განსაკუთრებით კი სამედიცინო განათლების სისტემაში და რომ
რომ მუდმივად განვითარების გზაზე იყო. და სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენი უნივერსიტეტის სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან განაპირობებს აი ამ განვითარების მუდმივ განვითარებისთვის მუდმივ მზადყოფნას და განვითარების გზაზე დგომას ჩვენი უნივერსიტეტი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, ხო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ხდება სამედიცინო უნივერსიტეტში, მაგრამ კიდევ გავუსვათ ერთხელ ხაზი, რომ 15 კურსდამთავრებული ისწავლის რეზიდენტურაში, ხო? რაღაცა ცნობილი. ამერიკის რეზიდენტურაში. ხო, დიახ, ეს არის ერთ-ერთი საერთოდ უნივერსიტეტში არის 15 პროგრამა. აქედან 9-ზე ცხადდება კონკურსი, ეხლა ეროვნულ გამოცდებზე და ამასთან დაკავშირებით ასევე გეტყვით, რომ 7 ივნისს ჩვენ გვექნება უკვე დაგეგმილი გვაქვს ღია კარის დღე, რომელიც გაიმართება უნივერსიტეტში, რომელზეც გვექნება ძალიან ბევრი სტენდები წარმოდგენილი, ბევრი ინფორმაცია წარმოდგენილი უნივერსიტეტის შესახებ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, განსაკუთრებით აბიტურიენტებს, გავაცნოთ ის ყველა უპირატესობები, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია და ის ყველა ხიბლი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია და ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც არის ჩვენი უნივერსიტეტის და რომელზეც ასევე ცხადდება მიღება, ეს არის ამერიკული პროგრამა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებს უნივერსიტეტში 2013 წლიდან. 2019-ში იყო პირველი გამოშვება და მას მერე უკვე მე-6 გამოშვება არის, როდესაც მე-6 კურსდამთავრებულების პლიადა ასრულებს ჩვენს უნივერსიტეტის ამერიკულ პროგრამას და მინდა გითხრათ, რომ რა არის ამერიკული პროგრამა? ამერიკული პროგრამა ესე ქვია პროგრამას, რომელიც შექმნილია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ემორის სამედიცინო სკოლას, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასთან ერთად. კურიკულუმი მთლიანად ანალოგიურია ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კურიკულუმისა და პედაგოგებიც ასწავლიან იმ კურიკულუმებს მიხედვით და ასევე ემორის უნივერსიტეტის პედაგოგები და პროფესორები ჩამოდიან და მონაწილეობას იღებენ აქტიურად სასწავლო პროცესში და ეს პროგრამა მართლაც ძალიან საამაყო პროგრამაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის და წარმოიდგინეთ ამ წლების განმავლობაში გვყავს დაახლოებით 220 კურსდამთავრებული, რომლებმაც დაამთავრეს ეს ამერიკული პროგრამა ჩვენი უნივერსიტეტის და აი ამ პერიოდში 50-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა მოახერხა და მოეწყო ჩააბარა გამოცდები, ეგრეთ წოდებული USML-ის გამოცდები ჩააბარა და მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სარეზიდენტო სხვადასხვა სარეზიდენტო პროგრამებში. რიგი მათგანი უკვე რა თქმა უნდა რეზიდენტურა ნაწილმა რა თქმა უნდა რეზიდენტურას დაასრულა და უკვე მოქმედი ექიმები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული, ბევრი მათგანი ძალიან წარმატებული ექიმია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროგრამაა და წარმოიდგინეთ 220 კურსდამთავრებულიდან 50-ზე მეტი რომ ხვდება ამერიკის შეერთებული შტატების ეს რეზიდენტურაში, ირიცხება ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტურაში, ეს ფაქტიურად არის მეოთხედი, ანუ 25% არის. მე არ ვიცი, არა მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი, უბრალოდ ესეთი მაღალი პროცენტი ქონოდეს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ეგეთი ინფორმაცია არ არსებობს. ეს არის ყველაზე მაღალი პროცენტი, რომ 25% კურსდამთავრებულებისა ირიცხება ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტურაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წელს მართალი ვზანდებით, წელს 15 ჩაირიცხა ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტურაში. რიცხობრივად ეს ყველაზე მაღალი რიცხვია აი ამ წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტურაში მოხვედრილი მსმენელთა შორის. ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ 2025 წლის გამოცდები და მოდით რაც შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ აბიტურიენტებს, ახსენეთ რამდენ პროგრამაზე არის გამოცხადებული მიღება. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში 7 ივნისს გაიმართება ღია კარის დღე და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ვებ გვერდზე და Facebook გვერდზე. როგორ ემზადებით ახალი ნაკადის მისაღებად და აქვე გკითხავთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი ეს არის ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც გასწრილი აქვს მინიმალური ზღვარი.
რატომ იყო თავის დროს ეს გადაწყვეტილება მიღებული და ხომ არ გაქვთ ხოლმე ან ხომ არ გაქვთ შიში რომ თქვა შეიძლება ამან სტუდენტების გარკვეულ ნაწილის სიფრთხილე გამოიჩინოს თუ ეს არის ის თამასა რომელსაც უწესებთ თქვენ სტუდენტებს დიახ ეს არის თამასა მართლაც და არის ძალიან მაღალი თამასა მოთხოვნები ჩვენს უნივერსიტეტში ძალიან მაღალი არის სხვადასხვა პროგრამებზე სხვადასხვა თამასა არის დაწესებული ყველაზე მაღალი არის მედიცინის პროგრამაზე დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან პროგრამაზე დაწესებული და იცით რა არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთან ხვდებიან საქართველოს ყველაზე კარგი აბიტურიენტები ყველაზე კარგად მომზადებული აბიტურიენტები რომლებსაც უნდათ ექიმობა უნდათ სამედიცინო განათლების მიღება და ხვდებიან ჩვენს უნივერსიტეტში ჩვენ ამით ვამაყობთ და ამავე დროს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ მივცეთ ის განათლება რომელიც უნდა მისცეს უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ უმაღლესმა სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებამ რომ მივიღოთ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი ქვეყანაში. ამიტომ არის ეს თამასა დაწესებული და მართალია ზოგი შეიძლება ზოგიერთი აბიტურიენტი დააფრთხოს ამ მაღალ თამასთან, მაგრამ საუკეთესოები და ვისაც ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ მოხდეს ჩვენს უნივერსიტეტში ისინი მე დარწმუნებული ვარ მიაღწევენ საწადელს. და ყველას მინდა წარმატება უსურვო რა თქმა უნდა. და ყოველთვის არის მიუხედავად ამისა, ყოველთვის არის კონკურსი ხოლმე, ხო? ყველა მიმართულებაზე მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, განსხვავებული არის მსურველთა რაოდენობა, მაგრამ ყოველწლიურად კი, კონკურსი არის, რა თქმა უნდა, არის დეფიციტური პროფესიები, სამწუხაროდ საქართველოში გვაქვს მედიცინაში რამოდენიმე ისეთი დეფიციტური პროფესია, რომელზეც დიდი სურვილი იქნებოდა ჩვენი რომ მეტი მოთხოვნა ყოფილიყო, მაგრამ ეს ისეთი ცოტა კომპლექსური პრობლემაა და ამას ერთი უნივერსიტეტი ვერ გადაწყვეტს და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა ერთობლივად გადავწყვეტოთ, ну მაგალითად არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ საელექტრო საქმე ძალიან მოთხოვნადი პროფესია არის ქვეყანაში, პროფესია. რომელი საფეხურზე ხდება? ეს არის პროფესიული თუ უმაღლესი საფეხურზე ხდება? ჩვენთან არის საბაკალავრო პროგრამა. ჩვენს უნივერსიტეტში არის საბაკალავრო პროგრამა და რა თქმა უნდა გვინდა რომ მეტი მსურველი იყოს ამ საბაკალავრო პროგრამაზე მოწყობის, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ ჩვენც, ამაზე ვმუშაობთ სამინისტროებთან ერთადაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემები მალე გადაწყდება, ისევე როგორც მაგალითად ფარმაციაც არის ასეთივე ძალიან მოთხოვნადი პროფესია ქვეყანაში, მოგეხსენებათ, მაგრამ სამწუხაროდ მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე რეალურად ამ პროფესიაში დასაქმებული ადამიანები და შესაბამისად აქაც სურვილი გვაქვს, რომ მეტი აბიტურიენტი მოვიზიდოთ ამ პროგრამაზე. დანარჩენ პროგრამებზე ყველგან კონკურსი არის, ყველგან დიდი მოთხოვნა არის და ჩვენც რა თქმა უნდა ვცდილობთ მაქსიმალურად ის შევთავაზოთ სტუდენტებს, რომ მუდმივად განვითარების პერიოდში ვიყოთ, მუდმივად განვითარების გზაზე ვიყოთ და სულ მეტი სიახლეები შევთავაზოთ. გარკვეული ცვლილებები დაგეგმილია სასწავლო პროცესისთვის, რომელიც დაიწყება 2025-26 წლის სასწავლო წელს. მართალია ეს ცვლილებები ამ ეტაპზე შეეხება მაღალ კურსელებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ უკვე აბიტურიენტებთანაც გარკვეულ საინფორმაციო სამუშაოს გავწევთ, იმიტომ რომ ეს ცვლილებები დარწმუნებული არის საუბარი. ეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ცვლილებებია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილებები ძალიან დადებითად აისახება ჩვენი სტუდენტების განათლების ხარისხზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათი პროფესიული განვითარების. როდესაც მედიცინაზე და სამედიცინო განათლებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აქ აღინიშნოს პრაქტიკული ნაწილის კომპონენტი, ხო, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და აქვე კითხავთ, რადგან ეს ნაწილი მაინც ინფრასტრუქტურასთანაც არის დაკავშირებული, რა ხდება ამ მიმართულებით და თუ იგეგმება წელს გარკვეული სიახლე. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მოგესალმებათ თავიდან რითიც დავიწყე, მინდა ისე რამოდენიმე სიტყვა კვლავ ამ ნაწილს დაუთმო. ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია. ერთი გვაქვს ძალიან დიდი
ინფრასტრუქტურა სასწავლო კომპონენტის მიმართულებით, ეს არის საუნივერსიტეტო კამპუსები, რომელიც ძალიან კარგად არის მოწყობილი და არის სივრცეები და არის კარგად აღჭურვილი ეს ყველაფერი. ასევე გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკები, გვაქვს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც არის ჩვენი უნივერსიტეტის საკუთრება, ასევე გვაქვს ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, გვაქვს იგოროყვას სახელობის მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, გვაქვს ორი სტომატოლოგიური კლინიკა და ასევე გვაქვს, როგორც გითხარით, ორი კვლევითი ინსტიტუტი. მაგრამ ჩვენ, როგორც გითხარით, არ ჩერდებით, სულ მუდმივად ვცდილობთ, რომ განვითარდეთ და განვავითაროთ როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე კლინიკური ჩვენი შესაძლებლობები, კლინიკური სწავლების შესაძლებლობები. წელს გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ინფრასტრუქტურული ნაწილში არის. ეს არის პირველი, ეს არის კლინიკურ ნაწილზე, რომ ვისაუბროთ, ეს არის ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის კლინიკა, რომელიც 120 საწოლზე იქნება გაშლილი და რომელიც გახსნაც დაგეგმილი არის ამ წლის მიმდინარე წლის ბოლოსთვის და ახლავით დეკემბერში ალბათ გაიხსნება ეს კლინიკა. მოგეხსენებათ, ეს მიმართულება ძალიან აქტუალურია ქვეყნისთვის, ფსიქიატრია და ნარკოლოგია ორივე ძალიან აქტუალური მიმართულებებია და მით უმეტეს ახალი კლინიკა, რომელიც და აქვე მინდა ხაზი გავუსვა. ეს ყველაფერი შენდება ჩვენი უნივერსიტეტის საკუთარი რესურსებით და ძალებით და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ამ წელს დასრულდება, ეს არის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი 800 ადგილზე იქნება. 800 ადგილზე არის გათვლილი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და ეს ინფრასტრუქტურული პროექტიც ასევე ამ წლის ბოლოს დასრულდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე რა თქმა უნდა უნივერსიტეტისთვის. აქვე უბრალოდ ვიტყვი, რომ კიდევ ერთი მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს, ეს არის მულტიფუნქციური სასწავლო კორპუსი, რომელშიც არის სასწავლო ელემენტიც გათვალისწინებული, საგამოცდო ელემენტიც გათვალისწინებული, სადაც ჩატარდება, იქნება სივრცე გამოყოფილი ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდების ჩასატარებლად და აგრეთვე აქ იქნება კლინიკური კომპონენტიც, იქნება ამბულატორია, იქნება აფთიაქი. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ სტუდენტებმა თავისი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კარგად და სრულყოფილად გაიარონ კლინიკური პრაქტიკა, რომ მათ შემდგომ მაქსიმალურად გაუადვილდეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელება, როდესაც უკვე დაასრულებენ ჩვენს უნივერსიტეტში. აქვე კიდევ ერთ სტატისტიკას მივადი ჩვენს მსმენელებსა და მაყურებელს, რომ დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში 84 ქვეყნის 3500-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს და რაც თავისთავად გამოწვევაც არის, ხო, უნივერსიტეტისათვის, როდესაც მას უნდა რომ საერთაშორისო დონეზეც დაიმკვიდროს საკუთარი თავი, ანუ ის უნდა შეესაბამებოდეს სამედიცინო უნივერსიტეტი დღეს უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისევ ყველა საერთაშორისო ურთიერთობას და ყველა საერთაშორისო პროგრამას და მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელზეც საერთაშორისო სტუდენტები მოდიან, სულ მუდმივად ჭირდება განვითარება. სულ მუდმივად ესაჭიროება წინსვლა, განვითარება, ახალი სტანერგვა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ქართულენოვან პროგრამებსაც გინებრივია, მაგრამ ორივე ერთად უკვე ძალიან კარგ სიმბიოზს ქმნის. ერთმანეთს აძლიერებენ. ქართულენოვანი პროგრამა აძლიერებს საერთაშორისო პროგრამებს, საერთაშორისო პროგრამა აძლიერებს ქართულენოვან პროგრამას და ეს კარგი სიმბიოზი საბოლოოდ გვაძლევს უნივერსიტეტის განვითარებას და წინსვლას უნივერსიტეტის. და ჩვენი საუბრის ბოლოს იმისთვის, რომ გახდე კარგი ექიმი, ხო? აი როგორი სამედიცინო განათლების მიღება არის ამისთვის აუცილებელი, როდესაც ჩვენ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ განვითარებაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე სამყაროს გამოწვევაზე და უდიდეს შესაძლებლობებსაც. ამავდროულად, რა კრიტერიუმს, რომელ სტანდარტს უნდა პასუხობდეს ექიმი და როგორი სამედიცინო განათლება უნდა ჰქონდეს მას. თუმცა ხვდები, რომ ეს არის უწყვეტი განვითარების, ხო? ექიმობა არის უწყვეტი განათლება და მუდმივად უნდა განვითარებაზე ზრუნავდეს ადამიანი, რომელმაც ექიმობა გადაწყვიტა და რომელსაც უნდა რომ კარგი ექიმი იყოს. რაც შეეხება სამედიცინო განათლების სტანდარტს, ჩვენი უნივერსიტეტის სტანდარტი აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველა იმ საერთაშორისო მოთხოვნას, რომელიც არის დღეს უმაღლეს სამედიცინო განათლებაში მოთხოვნილი, შესაბამისად, იმიტომაც გვყავს
ამდენი საერთაშორისო სტუდენტი და იმიტომაც ჩვენი დიპლომი აღიარებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. რაც შეეხება როგორი განათლება უნდა მიიღოს თვითონ სტუდენტმა, კარგად უნდა ისწავლოს. პირველი ორი წინაპირობა არის ძალიან უნდა უნდოდეს ექიმობა და მეორე კარგად უნდა ისწავლოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლება მივაწოდოთ ჩვენ სტუდენტებს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მე იმედი მაქვს, რომ გამოცდების დაწყებამდე თქვენ კიდევ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი. შევახსენებ ჩვენ მაყურებლებს და მსმენელებს, რომ ჩვენს კითხვებს პასუხობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.